სამინისტროდან მოგესალმებით ჯანდაცვის სამინისტროდან ამჯერად ყველას მიუხედავად იმისა რომ ჩართულები ვართ პროტესტის საკითხებში და შეურიგებლები ვართ ქართულ ოცნებასთან არ უნდა გამოგრჩეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი რომ ქართული ოცნების დარჩენა ხელისუფლებაში ყოველ დღე საფრთხეს უქმნის ქართველი ერის არსებობის საკითხს. და ამიტომ მოვედი მე დღეს აქ. ქვეყანაში არის უკონტროლო მიგრაცია. ვინ შემოდის, ვინ გადის, რამდენი ხნით რჩება, მუშაობს, დოვლათი მიაქვს აქედან, ბინადრობის უფლებას იძენს, მოქალაქეობას იძენს, სახლებს ყიდულობს და ეს ყველაფერი მაშინ როდესაც ამას ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვერ ვახერხებთ. ხო დამეთანხმებით, რომ ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. თქვენ წერთ ამაზე ყველაფერზე ყოველ დღე, რომ უკონტროლო მიგრაცია არის უსერიოზულესი პრობლემა. და მეუბნებით, რომ რა მექენით. იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ აგერ პირველ 6 თვეში მარტო ამ წელს 5,000-ით ნაკლები ბავშვი 5,000-ით ნაკლები ქართველია მარტო იმიტომ რომ 5,000-ით ნაკლები ბავშვი დაიბადა და მეტი ადამიანი გარდაიცვალა. 5,000-ით ნაკლები მარტო იმიტომ დავრჩით. არც ის რომ არ დაუმატო რომ ვიღაცა მიდის ქვეყნიდან, ავარიები რო არ დაუმატო, გარდაცვალებები და ასე შემდეგ ცალ-ცალკე კიდე დამატებით, ხო? უბრალოდ ბუნებრივად მიდის ისე ყველაფერი, რომ ჩვენი რაოდენობა მცირდება. ეხლა ამას დაუმატოთ ის, რომ ქვეყანაში სიტუაცია მიგრაცია არის უკონტროლო. რიგდება ბინადრობის ნებართვები. კითხვა, ადამიანი როდესაც შემოდის კანონიერად, სწავლობს, როდესაც შენ განსაზღვრე ის რომ უნდა ჩამოვიდეს, გჭირდება მისი პროფესია, რა ვიცი, ინჟინრები არ გყოფნის. ეგეც შენი პრობლემაა ქართული ოცნების და განათლების სისტემის, მაგრამ თქვათ შენ განსაზღვრე, IT-შნიკები უნდა შემოიყვანო. ეს სხვა საკითხია. ანუ ეხლა რატომ მოვედი? იმიტომ რომ მე მაქვს ეს არის ჩემი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მე მაქვს ამაზე კამპანია. მარტში ამ გაზაფხულზე ვიყავით შრომის სამინისტროს ინსპექციაში, რა უნდა უყურებდეს შრომის უფლებებს და მოვითხოვე ინფორმაცია რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით. არ მიპასუხეს. ეხლა მარტო რუსეთის საკითხი არ არის აქ და რუსეთის მოქალაქეებისა. ზოგადად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ საერთოდ ამ ხრივ რა ხდება. ხო? ეხლა მე შეგახსენებთ რომ აღწერის შედეგები რო გამოქვეყნდა ჩემო კარგო ხალხო. აღწერამ სპეციალურად არ ჩაშალა ინფორმაცია მოქალაქეებისა და ეროვნების შესახებ. გვითხრეს რომ ამ ინფორმაციასო 2026 წელს შეგატყობინებთო. ნახეთ როგორი ეშმაკეს იკუდრაჭეს, მე რომ მიყვარს თქმა იკუდრაჭეს. ხო და პირველი რასაც ახლა მე დღეს ვითხოვ და რატო ვიყავი ამ სამინისტროში, იმიტომ რომ ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნის შრომის თემების და სოციალური თემების მოგვარება. ამიტომ მოვედი რომ გავიგოთ, ჩამოგვიწიკწიკონ რამდენმა ადამიანმა მოითხოვა შრომის ნებართვა. რამდენმა ადამიანმა მიიღო მუშაობის ნებართვა. რამდენ ადამიანს, რა მოქალაქეობის ადამიანს მიეცა ეს ნებართვა, რა პროფესიის ადამიანებს მიეცა ეს ნებართვა. ხო უნდა ვიცოდეთ, თან თვითონ მიუღიათ კანონი, ესე იგი ქართულ ოცნებას მორიგი, ფარატინა, ცარიელი ფურცელი, როგორც იღებენ ხოლმე კანონებს. მარტო მაშინ იღებენ კანონებს, როდესაც თვითონ ჭირდებათ, ეგეც არ დაგვავისდეს, არა იმიტომ რომ ქვეყანას ჭირდება. მიუღიათ კანონი, სადაც ელექტრონული სისტემით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, ანუ ნებართვის მოთხოვნა და ამ ნებართვის მიღება. ხო და ამ მონაცემებს ვითხოვ. ანუ რო კარგად ვიცოდეთ, საქართველოში კანონმდებლობის მიხედვით უცხო ქვეყნის მოქალაქე დასაქმდება მარტო იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს შრომითი ნებართვა. ხო? მაგრამ ეს არის აბსოლუტურად გვერდზე გადადებული ეს სისტემა და მე დღეს მინდა კარგად ჩავეძიო ამ ციფრებს ბოლო-ბოლო ვინ ვართ, ვინ მუშაობს ჩვენს გვერდზე, ვინ ცხოვრობს ჩვენს გვერდზე და ვის ინტერესშია ეს ყველაფერი. აი ეს მინდა გავარკვიო.
ნახვამდის.